1625 წლის გაზაფხული. შაჰ აბასმა აღმოსავლეთ საქართველოს საბოლოოდ გასანადგურებლად უზარმაზარი არმია გამოგზავნა ყარჩიღა ხანის სარდლობით. მტერი მატყოფის ველზე დაბანაკდა და ქართველების ამოწვეთის გეგმას ამზადებდა. სპარსელთა ბანაკში იმყოფებოდა დიდი მოურავი გიორგი სააკაძე, რომელსაც მტერი ენდობოდა. სააკაძემ და კახეთის მეფე თეიმურაზ პირველმა საიდუმლო გეგმა შეიმუშავეს. მტერზე მოულოდნელი გამანადგურებელი იერიში უნდა მიეტანათ. 25 მარტს გამთენიისას ქართულთა ლაშქარი მტრის ბანაკს ჩუმად მიუახლოვდა. სააკაძე ყაჩრახანის კარავში შევიდა და სპარსელთა მთავარსარდალს მოულოდნელად მახვილი თავი გააგდებინა. მისმა შვილმა ავთანდილმა კი ხანის ვაჟი განგმირა. მტრის ბანაკში პანიკა ატყდა. სწორედ ამ დროს წინასწარ შეთანხმებული ნიშნით მეფე თეიმურაზისა და ზურაბ ერისთავის სარდლობით ქართველთა ჯარი მარტყოფის ველზე მტერს ზვავივით დაატყდა თავს. უსარდლოდ დარჩენილი სპარსელები წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ. ბრძოლა ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. 30,000-იანი ირანული არმიიდან მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა გაქცევა. შაჰ აბასის უძლეველი არმია მარტყოფის ველზე განადგურდა. მარტყოფის ტრიუმფმა ცხადყო, რომ ქართველების სულის გატეხა შეუძლებელი იყო. ამ გამარჯვებამ იხსნა ერი ფიზიკური განადგურებისგან და მთელ მსოფლიოს აჩვენა ქართული საბრძოლო ტაქტიკის სიდიადე. თქვენი აზრით, გიორგი სააკაძე საქართველოს ისტორიაში გმირია თუ წინააღმდეგობრივი ფიგურა? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.